ყველაზე მეტად მაინც ჩვენ ალბათ გვჭირდება, რომ საქართველოში იყოს ისეთი სამედიცინო მომსახურება და ისეთი ექიმები ყვავდნენ და ყვავს საბედნიეროდ, რომლებიც არიან უნიკალური თავისი პროფესიონალიზმით და ჩვენ არ დაგვჭირდეს არასოდეს უცხოეთში წასვლა იმისთვის, რომ ჩვენი ჯანმრთელობას აქ ვერ ვანდობთ ჩვენს ექიმებს და აუცილებლად უცხოელებს უნდა ვანდობთ. დღეს სწორედ ასეთ უნიკალურ შემთხვევებზე ვისაუბრებთ. მართლაც საოცრად კარგი სტუმარი გვყავს, არჩილ ჩხოტლა, საქართველოს უროლოგთა ასოციაციის გენერალური მდივანი, ხო სწორად ვამბობ ამ შემთხვევაში და ექიმი, რომელიც მართლაც გასაოცარ ოპერაციებს აკეთებს, რაც მე ვიცი და ის რაც აქამდე არ კეთდებოდა ესე ხშირად საქართველოში, ხო? მიდიოდნენ თურქეთში, ვიცი ძალიან ბევრი ჩემი ახლობელი წავიდა სხვა ქვეყნებში, იმისათვის თირკმლის ტრანსპლანტაცია გადანერგვა, ან შარდის ფუშტის, ხელოვნური შარდის ფუშტის გაკეთება კეთდებოდა მეტნაკლებად, მაგრამ რაღაცა მაინც თითქოს გვიშლიდა ხელს, რომ ბოლომდე ქონოდა ნდობა აქაური ექიმების. დღეს საბედნიეროდ არის ეს შესაძლებლობა საქართველოში, ღმერთმა არავის არ დააჭიროს ბუნებრივია, მაგრამ თუ დაჭირდა, ბუნებრივია შორს წასვლა არ დაჭირდება. მოდით ვისაუბროთ იმ მართლაც უნიკალურ ოპერაციებზე, რომელიც თქვენს მიერ არის ჩატარებული, ორი თირკმლის ამოღება, შემდგომ ერთის გადანერგვა, ერთი და იგივე პაციენტი, როგორც მე ვიცი, ხო სწორად მაქვს ეს ინფორმაცია. კი ბატონო, ხო, მოგესალმებით, გამარჯობათ, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს, დიდი მადლობა მოწვევისთვის, დიდი მადლობა იმისთვის, რომ გვაძლევთ საშუალებას, რომ ეს ინფორმაცია ქართული მედიცინის ამ კონკრეტულ შემთხვევაზე დამყარებული ქართული მედიცინის პროგრესსა და მიღწევების შესახებ გავაცნოთ ჩვენს მსმენელს, რაც მართალი ბრძანდებით ძალიან მნიშვნელოვანია ნდობის საკითხის გაუმჯობესებისთვის და შემდგომში ამ თემას თუ ცოტა უფრო გავშლით, ძალიან კარგი იქნება, იმიტომ რომ ეს დიდი პრობლემაა ჩვენს ქვეყანაში. საქმე ეხება მედიცინის ერთ-ერთ კონკრეტულ მიმართულებას, რომელსაც ტრანსპლანტოლოგია ეწოდება, რომელიც მეტნაკლები, ესე ვთქვათ, აქტუალობით საქართველოში პროგრესირებს. ჩვენ თირკმლის ტრანსპლანტაციას იმ დაწესებულებაში, რომელსაც მე წარმოვადგენ, ეს არის მანაგაძის სახელობის უროლოგიის ცენტრი, ვაკეთებთ 90-იანი წლების შუა 90-იანების შუა წლებიდან 2000 წლიდან ეს უკვე პროგრამულ ხასიათს ატარებს და ესე ვთქვათ ჩვენი შედეგები არის პრაქტიკულად იდენტური ისეთივე როგორც დასავლეთ ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების თქვა წარმატებულ ქვეყნებში. ბოლო წლებში დაგვიგროვდა რამოდენიმე უნიკალური ესეთი შემთხვევა, რამოდენიმე უნიკალური ოპერაცია განსაკუთრებულად რთულ პაციენტებში. თქვენ მოგეხსენებათ ეს ისედაც რთული კონტინგენტია ეს პაციენტები, დიალიზზე მყოფი პაციენტები, რომელსაც ხელოვნური თირკმლით მკურნალობა ჭირდება მთელი ცხოვრების განმავლობაში, რომელიც მოითხოვდა ძალიან მაღალ, თქვათ, ექსპერტიზას და ძალიან მაღალ ოსტატობას სამედიცინო პერსონალის. აქ არა ლაპარაკი ერთ პერსონალზეა, ჩემზე მივიქნები თუ სხვა, აქ ლაპარაკი გუნდზე სამედიცინო პერსონალისა, სხვა სპეციალობების ექიმების, რა თქმა უნდა, ექთნების, საშუალო მედპერსონალის და ზოგადად კლინიკის გამოცდილებისა, რომელიც ჩვენ და გასახარა ძალიან წარმატებით დასრულდა. ეს იყო სერია რამოდენიმე ესეთი უნიკალური შემთხვევისა. ეხლა დეტალები შეიძლება მსმენელისათვის ესე ვთქვათ გასაგებიც არ იყოს და საინტერესო. ზოგადად შემიძლია გითხრათ მაგალითად რომ ყავდა რამოდენიმე პაციენტი, მაგალითად ერთი პაციენტი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც საშარდე სისტემის ტუბერკულოზი ქონა. ტუბერკულოზით იყო ესე ვთქვათ ავად, რომელიც გვიან იქნა ამოცნობილი და მთლიანად მთელი საშარდე სისტემა დააზიანა ამ ტუბერკულოზმა და დააზიანა შეუქცევადად ისე რომ მათი ვთქვათ გამოჯანმრთელება ან ამ ორგანოების აღდგენა უკვე პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ამიტომ იქ დაგვჭირდა რამოდენიმე ეტაპიანი ესეთი ძალიან რთული ქირურგიული და სამედიცინო ეტაპებით კურნალობა, ხო, რომელიც აი მაგალითისთვის შარდის ბუშტი მას აღარ ქონა, უკვე დაკარგული ქონა და დაგვჭირდა ეგრეთ წოდებული ხელოვნური შარდის ბუშტის ნაწლავისგან შექმნილი, შეკერილი შარდის ბუშტის ფორმირება, რომელიც თავისთავად ცალკე აღებული ძალიან ესე ვთქვათ რთული და მრავალსაათიანი ოპერაცია ითვლება, ანუ პლასტიკური რეკონსტრუქციული ოპერაციად. მინდა აღვნიშნო, რომ შარდის ბუშტის პლასტიკის ოპერაციები ეს ეგრეთ წოდებული ხელოვნურს ეძახიან, თლად ხელოვნური არსობრივად შეიძლება სწორი არ არის, იმიტომ რომ თვითონ ადამიანის ქსოვილებიდან ხდება, ხომ ამ ფორმირება. ეს დაიწყო აი იმ დაწესებულებაში ჯერ კიდევ 60-იან წლებში მაშინდელი დამაარსებლის და დირექტორის აკადემიკოს ალექსანდრე წულუკიძის მიერ, შემდგომში განვითარდა ასევე 90-იან წლებში ამან მიიღო უკვე ბევრად უფრო ესე თანამედროვე სახე და შესაბამისად ჩვენ ყველას დიდი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამის გამოცდილება გვაქვს. ონკოლოგიურ პაციენტებში ძირითადად, მათში ვისაც შარდის ბუშტის კიბო აქვს. და ამ ცოდნამ, ამ გამოცდილებამ მრავალ ათასწლოვანმა მოგცა საშუალება, რომ ჩვენ ესე ვთქვათ, წავსულიყავით ამ
ოპერაციაზე მას შეექმნა ხელოვნური შარდის ბუშტი თავისივე ნაწლავისაგან, კერძოდ ცხვილი ნაწლავისაგან, ეს იყო ვთქვათ მეორე ეტაპი, მანამდე იყო პირველი ეტაპი მკურნალობისა ინტენსიური. შემდგომში იყო პარალელურად მიდიოდა ამ ტუბერკულოზის მკურნალობა და ბოლოს ეს ყველაფერი დასრულდა თირკმლის ტრანსპლანტაციით. მას ყავდა მეუღლე არაჩვეულებრივი ქალბატონი, რომელიც ძალიან მოტივირებული იყო რომ მიეცა თავისი ქმრისთვის თირკმელი და განხორციელდა ამ თირკმლის აღება მისი მეუღლისგან და გადანერგვა და ესენი ხო საკმაოდ ეს აბსოლუტურად ნორმალურად არიან ორივე მისი ჯანმრთელობის პარამეტრები ორივესი ნორმალურია. მე კარგად ამყოფოთ ერთით რა თქვენ სწორად ახლა ისეთ თემას შეეხეთ რაც ყოველთვის საინტერესებს მაყურებელს ერთი მხრივ კანონმდებლობის მხრივ მეორე მხრივ აი ეს დონორი აი თირკმელის მოპოვება ალბათ ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული რომ თავსებადი იყოს არა შეიძლება ვიღაცა თანახმაა და უნდოდეს სიამოვნებით გადაუნერგოს თავის თირკმელი მაგრამ ეს ყველა ნებისმიერ თირკმელი შეიძლება იყოს თავსებადი იმ ადამიანის ორგანიზმთან რომელსაც სჭირდება გადანერგვა და საიდან რამდენად რთულია აი ამ დონორების შოვნა ასე ვთქვათ საქართველოში ხო რა რამდენი შეიძლება რიგში იდგეს ადამიანი და სწორი შეკითხვა რა თქმა უნდა არა ყველა ორგანიზმის ყველა ადამიანის და ყველა ორგანიზმის თირკმელი ყველაზე არ მიდის იქ არის ძალიან მკაცრი შერჩევის კრიტერიუმები ძალიან მკაცრი სამედიცინო ტესტები რომლითაც ისაზღვრება რომელი ორგანიზმის თირკმელი შეიძლება იყოს მიღებადი ამ პაციენტის მიერ და რომელი არა აი ყველაზე მარტივი გეტყვით ის რაც ყველა მიცის სისხლის ჯგუფობრივი შეთავსებას აქვს ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა ანუ სისხლის ჯგუფი თუ არ ემთხვევა თუ შეთავსებადი არ არის შესაბამისად იმის გადანერგვა ან საერთოდ არ შეიძლება ან ძალიან დიდ პრობლემებთან არის დაკავშირებული და როგორც წესი შედეგები იქ ბევრად უფრო უარესია. აი ეს მსგავსი სისხლის ჯგუფობრივი თავსებადობისა ძალიან მნიშვნელოვანია იმუნური სისტემა იყოს თავსებადი, ანუ იმუნურად შეთავსებული იყოს ეს ორი ორგანიზმი და თქვათ პაციენტის ორგანიზმში არ იყოს აი ეს ანტისხეულების უჯრედები, რომლებიც ამ გადანერგილ თირკმას მერე დააზიანებს. ზოგადად ეს ძალიან საინტერესო თემაა ის რომ ჩვენი ორგანიზმი ნებისმიერ სხვა უცხო ცილას ეს ცილის შემცვერ ნებისმიერ დაწყებული უჯრედიდან, ბაქტერიიდან, ვირუსიდან დამთავრებული ორგანოთი აღიქვამს როგორც უცხოს და როგორც ამ ჩვენი ორგანიზმის დამცველი იწვევს დაუყოვნებლივ როგორც კი ის მოხდება ჩვენ ორგანიზმში მის განადგურებას. იმიტომ რომ ვერ ცნობს როგორც თავისი ანს და ამიტომაა სწორედ საჭირო ეს პაციენტები რომ მედიკამენტებს რომ სვამენ იმუნური სისტემის დამაქვეითებლებს რომ აი ეს შეტევა მის იმუნური სისტემის ამ ორგანოზე იქნას დაქვეითებული მინიმუმამდე და შენარჩუნებული იქნას ეს ორგანო ესე ვთქვა. თუ მას აქვს აგრესიული მზადყოფნაში მყოფი მოდი ესე ვთქვა ანტისხეულები იქ გადანერგვა არ კეთდება, იმიტომ რომ შედეგები იქნება ცუდი. ეხლა რაც შეეხება დონორებს. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. ზოგადად მთელ მსოფლიოში ესეა რომ პაციენტების რაოდენობა ვისაც ჭირდება გადანერგვა თირკმლის და ასევე სხვა ორგანოების რამოდენიმეჯერადად აღემატება არსებული დონორების რაოდენობას, მაგრამ აქ გამოსავალი სხვა ქვეყნებში არის ის ნაპოვნი შედარებით გამოსავალი სრულყოფილად არა, მაგრამ რომ ინერგება გარდაცვლილი დონორებიდან აღებული ორგანოები, ეგრეთ წოდებული გვამურ დონორები, მე არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ გასაგები რომ იყოს ესე ქვია. გვამური ორგანოები ეს შეეხება ყველა ორგანოს პრაქტიკულად, შეიძლება იქნას აღებული გარდაცვლილი პირიდან და გადანერგი. რაც რა თქმა უნდა მნიშვნელოვნად ამცირებს ამ მომლოდინეთა და ბრჭყალებში რიგში მყოფ რაოდენობას. ნუ როგორც თქვენთვის ცნობილია და მოსახლეობისთვისაც როგორც ცნობილია საქართველოში დღეს სამწუხაროდ გვამური ორგანოების გადანერგვა ჯერ არ წარმოებს და არ ხდება. ჩვენ მხოლოდ ცოცხალი დონორებიდან აღებულ ორგანოებს ვნერგავთ, ეს იქნება ნათესავი, უახლოესი გენეტიკური ნათესავები, ოჯახის წევრები, მეუღლე ან მეუღლის ნათესავები, ასევე ანუ ის პირები, რომლებთაც ახლო ურთიერთობა აქვს პაციენტთან. მაგრამ კარგად არის ცნობილი და დამტკიცებული რომ რაც არ უნდა აი მაქსიმალურად შეეცადო და გამოავლინო ცოცხალი დონორებიდან აღებული ორგანოები ვერასოდეს ვერ დააკმაყოფილებს მასზე არსებულ მოთხოვნას. ბევრად მეტი პაციენტი იქნება აუცილებლად ჭალებში რიგში და დიალიზზე და ზოგიერთი უბრალოდ ვერც მიაღწევს იქ. ზოგს უბრალოდ არც აყავს ესეთი დონორი და შესაბამისად ვერც გაიკეთებს. აი თუ არის საშუალება აი ყოველ შემთხვევაში მე ძალიან ისე დილეტანტურ კითხვას ვსვამ, მაგრამ მაყურებისათვისაც ალბათ შეიძლება გაუჩნდეს ეს კითხვა. რაიმე პერსპექტივა იმისი რომ არა ცოცხალი ორგანო, არამედ მართლაც ხელოვნურად შექმნილი თირკმელი, რომელმაც შეიძლება იგივე ფუნქცია შეასრულოს, მაინც ახლა AI საუკუნეში ვართ, რაღაცა 3D რაღაც ტექნოლოგიებში ვართ და შესაძლოა გულთან დაკავშირებით თითქოს არის რაღაცა პროტეზის ვარიანტს გულის, ხო პროტეზი რაღაც მექანიზმი, რაღაც მანქანა. ეს რაც არის ხელოვნური თირკმელი. თირკმლის შემთხვევაში და არის ეს ხელოვნური თირკმელი, რომელიც ექსტრაკორპორალურ ანუ ორგანოს გარეთ აწარმოებს
წარმოებს იგივე. არა, შეგნით რო იყოს ამას ვამბობ. ხო, ესეთი ჯერჯერობით არ არის, მან დაახლოებით ახლოს მაგ გამოსავალთან არის ცხოველებისგან აღებული ორგანოების გადანერგვა, რომელიც ეგრეთ წოდებული ქსენოტრანსპლანტაცია ქვია, მაგალითად ღორებისგან. და ესეთი კვლევები 10 წლეულების განმავლობაში წარმოებდა და ძალიან ახლოს იყო თითქოს მიუახლოვდა მედიცინა იმას, რომ ეს შესაძლებელი გამხდარიყო უკვე კლინიკურ პრაქტიკაში, მაგრამ იქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ბარიერი, რომელიც ამას ხელს უშლის, რომელიც დღემდე ვერ გადაილახა და ეს ბარიერი როგორც კი გადაილახება, მე ეს პროცესი ძალიან, როგორ ვთქვათ, გახდება როგორც კონვეიერული, იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ ცხოველ განსხვავებით ადამიანებისგან ცხოველები შეიძლება აწარმოო გამრავლო, ესე ვთქვათ, ხო, ბრედინგი ქვია ინგლისურად, არც ქართულად, ეს გამრავლო რაოდენობის მიხედვით, როცა ეს გჭირდება. მაგრამ დაუბრუნდეთ ისევ ქართულ რეალობას. ჩვენ გარდატეხას ამ დარგში ვერ შევიტანთ საქართველოს ტრანსპლანტოლოგიაში. მანამ სანამ არ დავიწყებთ გვამური ორგანოების გადანერგვას, გარდაცვლილი პირებიდან აღებული ორგანოების გადანერგვას. აი ეს არის ის პირველი, რაც ალბათ რა გუშლის ხელს ამაში. კანონმდებლობა, ეთიკა, ეთიკური ნორმები, დამოკიდებულება ვთქვათ მიცვალებულისადმი მისი პატრონის და ასე შემდეგ, თუ მან უნდა დაწეროს წინასწარ ადამიანმა, რომ ჩემი სიკვდილის მერე თანახმავად ჩემს ეს არის. ეს არის რეესტრი არის, მე ვარ ერთ-ერთი წევრი და მაგ დონორის ბარათი, ესე ვთქვათ, მაგრამ უყურეთ კანონმდებლობა არის. კანონი არის სხვა შორის მიღებული 2000 წელს. საკმაოდ დახვეწილი და კარგი ესე იურიდიული დოკუმენტია, რომელშიც რამოდენიმე შესწორება შევიდა მხოლოდ ამ პერიოდის განმავლობაში. ეს კანონი არეგულირებს როგორც ცოცხალ, ესე გარდაცვლილი ორგანოებიდან, გარდაცვლილი პირებიდან აღებულ ორგანოს. ანუ ხვალ ზეგ იურიდიულად ბრჭყალებში ხვალ და ზეგ რო იყოს ესეთი кейსი, ხო, ესეთი შემთხვევა, ჩვენ კანონმდებლობის არ გვიშლის ხელს აბსოლუტურად. რელიგიას, ეკლესიას აქვს გარკვეულწილად ნეიტრალური პოზიცია. ანუ მე რამოდენიმე შეხვედრა მქონდა, ჩემი იმე საზოგადოებრივი რაც დავბრუნდი იმის მერე მქონდა რამოდენიმე შეხვედრა ძალიან მაღალი იერარქიის სასულიერო პირებთან, ну, მათ წინააღმდეგი არ არიან, ანუ ნეიტრალური პოზიცია აქვს, მოდი ესე ვთქვათ. არც ძალიან აქტიური მხარდამჭერი, მაგრამ არც წინააღმდეგი. ძირითადი პრობლემა და რაც ხელს გვიშლის, ჩვენ აქ არის ის, რისგანაც დავიწყეთ. აი, ყურე დავბრუნდით ახლა იქ. საზოგადოების ნდობა სამედიცინო სისტემისადმი. რაც საქართველოში სამწუხაროდ არ არის. ეხლა ეს თავისთავად მარტო ამაში ხო არ გამოიხატება, ეს ბევრ რამეში გამოიხატება და ეს სამწუხაროდ ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში მოსახლეობისთვის თავისი ობიექტური მიზეზები ძალიან დიდი პრობლემა. ეს არის მრავალწახნაგოვანი საკითხი, ამაში გეთანხმებით. აი რამ გამოიწვია ის, რომ ჩვენ რიგით მოქალაქეს და მოსახლეობის წარმომადგენელს არ აქვს ნდობა საქართველოს ჯანდაცვის სისტემისადმი. აქ არ იგულისხმება მარტო ექიმი. აქ იგულისხმება ზოგადად სისტემა, ხო? ამის ნათელი მაგალითი არის სწორედ ის, რასაც ჩვენ ხედავთ თურქეთში მასიური გადინება პაციენტებისა დაწყებული მარტო სამკურნალო და საოპერაციო არ დადიან ეს პაციენტების დადიან დიაგნოსტიკის სხვა შორის დიაგნოსტიკაში ბევრად მეტი თანხა გადის ეს ბევრად მეტი ადამიანი მიემართება ვიდრე საოპერაციო და სამკურნალოდ ხო და ნუ სხვადასხვა მიზნებით ჯამში ეს დიდი პრობლემაა ქვეყნისთვის ეს პრობლემა მოსახლეობისთვის ჯანდაცვის სისტემისთვისაც ძალიან დიდი პრობლემა ამაში კიდევ ერთხელ ბევრი სხვადასხვა ფაქტორი თამაშობს როლს. რა თქმა უნდა, სამედიცინო სისტემის წარმომადგენლებიც ჩვენს გარკვეულწილად თამაში მიგვიწვის გარკვეული უარყოფითი როლი. ნუ გეწყინებათ და თქვენი პროფესიის წარმომადგენლებსაც, თქვათ, ჟურნალისტებსაც მიუძღვით ძალიან მნიშვნელოვანი, მე ვიტყოდი, უარყოფითი როლი ზოგ შემთხვევებში, უარყოფითი გაშუქების და უარყოფითი კუთხით, თქვათ, რაღაც кейსების გაშუქებით. აი ეს გადაცემა და მსგავსი გადაცემები, როდესაც ჩვენ მოსახლეობას ვაცნობთ საქართველოს ჯანდაცვის სისტემის წარმატებებს და პროგრესს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეს რაღაცნაირად გაბათილდეს. ეხლა ის кейსები, რაც მე ჩამოთვალე ერთი ვთქვი, მაგრამ არის ესეთი კიდე რამოდენიმე პირველად შესრულდა არა მარტო საქართველოში, არამედ რეგიონში, მე ძალიან ღრმად ვეძე ლიტერატურას და თურქეთიდანაც არც ერთი ესეთ შეტყობინება არ არის, არც ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან მსგავსი ვერაფერი ვერ ვნახე ასეთი რეკონსტრუქციული მთლიანად საშუალო სისტემის რეკონსტრუქციული ოპერაციების. მსგავსი წარმატებები არსებობს ყველა მიმართულებაში მედიცინის საქართველოში ეს არ არის რომ მარტო ჩვენ უროლოგიაში ვართ წარმატებულები. აი მსგავსი წარმატებული შემთხვევები სულ უფრო ხშირი და რეგულარული პროპაგანდა
პროპაგანდირება თუ გაშუქება, უფრო პროპაგანდირება. ხო, შეიძლება თუნდაც ცუდი სიტყვა პოპულარიზაცია. გადასარევია, გაშუქება არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუმცა კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს მინდა შევეხო, რა ხომ მე ზოგადად სამწუხაროდ ვარ პაციენტი. მათ შორის თქვენი პაციენტიც, ბევრი სხვა რაღაც გამომდინარე ასაკიდან ცხოვრობენ ალბათ ყველაფრიდან, მაგრამ და ამიტომ ხშირი შეხება მაქვს როგორც ალბათ ყველას ჩვენს მაყურებელს თითქმის არ არის ოჯახი, ვისაც არ აქვს შეხება სამედიცინო სფეროსთან. ეგეთი არ მეგულება. ამიტომ ყველას გვაქვს გარკვეული გამოცდილება და რაც გულისხმობს ერთ რამეს. მე მეჩვენება თუ ასეა, რომ ნამდვილად ძალიან კარგი ოპერატორები არიან საქართველოში, ვინც აკეთებენ ქირურგები უნიკალურ ოპერაციებს. თქვენ ახლა ბრძანეთ. მეც გაკეთებული მაქვს არაერთი, მაგრამ ამის მერე აი შემდგომ პაციენტის რეაბილიტაცია მისი გამომჯამრთელებაზე ზრუნვა, აი რაღაცა ქირურგი, ოპერატორი, თითქოს ესეთი წესი შემოვიდა, რომ მე დავასრულე ჩემი ოპერაცია, კარგად ბრძანდებოდ, ეთახლა სხვა ექიმი მოგხედავს და მე სხვა ექიმი როგორი აღმოჩნდება, კაცმა არ იცის, მე ის და ასე შემდეგ. ანუ გამოჯამრთელების პროცესი, რაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არა მარტო კარგად გაკეთებული ოპერაცია, არამედ კარგად გაკეთებული ოპერაციის შემდგომ პერიოდში ადამიანი როგორ დადგება ფეხზე, მარტივად რომ ვთქვა და როგორ იქნება მის ჯანმრთელობა. აი აქ ეს კავშირები თითქოს მორღვეულია. თქვენ ესე ფიქრობთ? არა, არ ვფიქრობ, მე მქონია ამასთან შეხება სამწუხაროდ, მაგრამ არის ბევრ შემთხვევაში. როგორ უნდა იყოს წესით? მოდით, ოპერატორ გავაკეთე ქირურგიული ოპერაცია და ის პაციენტი დამთავრდა, ჩემთვის თუ მე მაინტერესებს ბოლოს გამოჯამრთელებამდე როგორ იქნება. დღევანდელ თანამედროვე მედიცინას აქვს ორი ძირითადი პრინციპი, რომელზეც დგას ეს მედიცინა. ერთ-ერთი პრინციპი არის, რაც მე უკვე ვახსენე და ახლა გავიმეორებ, ეს არის მულტიდისციპლინარული მიდგომა. მულტიდისციპლინარული მიდგომა ნიშნავს რამოდენიმე სხვადასხვა სპეციალისტის ჩართულობით მართვას პაციენტისა და დაავადებისა უფრო სწორი იქნება. ეს არ იყო მაშინ, როცა მე დავიწყე მედიცინაში მოღვაწეობა, როცა ექიმობა დავიწყე, ესე არ იყო, მაშინ ერთი ექიმი მართავდა თავიდან ბოლომდე და თუ რაღაც გართულდებოდა, მე ხდებოდა სხვა სპეციალობის, მე ვეძახდით სხვა სპეციალობის ექიმს. თანამედროვე მიდგომა ესია და ეს არის სწორი მიმართულება. რამდენად ეს მიმართულება ასე ჩვენ ახლა როგორც გითხარით ეს ურთულეს პაციენტი ერთად ვმართეთ 5-6 სხვა სპეციალისტის ერთობლივი ჩართვა დაგვჭირდა. ხო, იქ ფტიზიატრი დაგვჭირდა, იქ ნეფროლოგი დაგვჭირდა, იქ ინფექციურ დაავადებათა სპეციალისტი და ასე შემდეგ და ასე ამ გზით მოვახერხეთ წარმატების მიღწევა. ეს არის სწორი გზა. და ეს დანერგილია უამრავ სამედიცინო დაწესებულებაში საქართველოში და კარგად წარმოებს. კიდევ ერთხელ, რა თქმა უნდა, ვერ იქნება 100%-ში ყველა კლინიკაში ერთი მაღალი სტანდარტის და დონის მართვა, მით უმეტეს თქვენ თუ ჩახედილი ხარ ჯანდაცვის სისტემაში, ეცოდინებათ იმ მწირი ფინანსური რესურსების ფონზე, რითაც ჩვენ გვიწევს მუშაობა. ქართველ ექიმებს, რომელზეც აი იმ ფინანსებით, იმ ანაზღაურებით, იმ დანახარჯებით ცივილიზებული ქვეყნის ექთანი არ შევა სამსახურში არა თუ ექიმი. მაგრამ დავანებოთ ამას თავი, ჩვენ მაინც მივხვდებით ამის ესე ვთქვათ, ამას ვახორციელებთ. მე მაქვს ერთი სურვილი, რომელსაც ახლა აუცილებლად ვფიქრობ, რომ განვახორციელებ. თურქეთში მათ შორის და საზღვარგარეთ გართულებული არასწორად ბრჭყალებში ნამკუნალები მართული ლეტალური შემთხვევების ანალიზი და გაშუქება. იმიტომ რომ მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ეს ნაკადი, რომელიც მიდის იქ ყველა წარმატებული არ არის. იქ არის ძალიან მე პირადად რაც შევხვედრი ვარ ჩემ კლინიკურ პრაქტიკაში. ძალიან ბევრი ისეთი გართულებები, ისეთი ვთქვათ კომერციალიზირებულად მართული შემთხვევები, აბსოლუტურად არაეთიკურად, არადანიშნულებისამებრ, არასამედიცინო ჩვენებით გაკეთებული პროცედურები, манипуляციები და ასე შემდეგ, რომ აქ ბევრად უფრო ხარისხიანი იქნებოდა ეს მართვა. რაც საბოლოო ჯამში დამთავრებულა კატასტროფული გართულებებით პაციენტებისათვის, დამთავრებულა ლეტალური შემთხვევები. ესეთი შემთხვევები არის ბევრი, შეიძლება გაჟღერდა 1-2 ცნობილი, მაგალითად ძალიან ცნობილი ქართველი პროფესორი გარდაიცვალა გერმანიის ამ კლინიკაში, მე გვარს და იმას არ დავასახლებ, ექიმი პროფესორი, რომელიც პროცედურის დროს ისდენიც რომ ვერც მოასწრეს მისი კონვერსია. დონორ რეციპიენტი დაიღუპა, ძალიან ცნობილი ეხა кейსი იყო თურქეთში, ორივე დონორი ღვიძლის გადანერგვის მერე გეცოდინება, ეს ძალიან ცნობილი ადამიანები იყვნენ, საქართველები წარმოშობით. ესეთი უამრავი შემთხვევაა. ასე რომ მოსახლეობამ უნდა იცოდეს ერთი რამ, არც თურქეთში, არც გერმანიაში, არც არსად რობოტები და ღმერთები არ მუშაობენ. მუშაობენ ადამიანები, ისეთივე ორი ხელი აქვს და შეიძლება შეცდეს. 10 თითი აქვს, რომელიც შეიძლება ყველა შეცდეს, რომელთაც, მაგრამ შეცდომაც უდის უყურეთ, იგივე გართულებები მოздით, რაც მოздით ქართველ ექიმებს და გართულებები არის
შეუქცევადი არის ის აუცილებელი რეალობა, რაც ყველგან არის და ყოველთვის იქნება. ღმერთ ფაქტს რომ ნაკლები გართულება იყოს, მე ამას ვურჩევ, რა თქმა უნდა, ჩვენ სამედიცინო სისტემას და არა მარტო ჩვენს ზოგადად, იმიტომ რომ ბუნებრივი პაციენტი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, მაგრამ მართლაც უნდა ვიცოდეთ თქვენ თქმის არ იყოს, რომ ჩვენსაც ხელს ვაწერთ, ვიდრე მანიპულაციას ჩავიტარებთ სამედიცინოს ან მით უფრო ქირურგიულს, როდესაც ვაწერთ, იქ ვაწერთ იმას, რომ ეს შეიძლება გართულება მოხდეს და შესაბამისად ჩვენ თანახმა ვართ ამაზე, მე რომ არ მოხდეს ის, რომ არ გვაფრთხილდეს. ყველა ექიმი გაფრთხილებს ყოველთვის, რომ შესაძლოა რაღაცა გარკვეული გართულება იყოს ნემს რო ვიკეთებ იმაზედაც ვიცი რომ შეიძლება უცებ ალერგია მომცეს და ცუდად დამთავრდეს ჩემი ცხოვრება. დიდი მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ პოზიტიური გზბოთ ორ წამით გარჩევა მივცე ჩვენს სვენელებს რომ აი ნდობასთან დაკავშირებით უნდა მიმართონ ისეთ ექიმს, მათ შეიძლება რამოდენიმე სხვადასხვა ექიმთან გაიარონ კონსულტაცია იქნება ქირურგიული ჩარება თუ არა ქირურგიული, მაგრამ საბოლოო ჯამში მკურნალობა უნდა დაიწყო იმ ექიმთან, რომელსაც ენდობია. აი მიფორმირებულ თანხმობას რო წაიკითხავენ და იქ რო წერია ეს გართულებები, თუ რამე ეს უნდა კითხონ ექიმს, მის აუხსნის მას რაში მდგომარეობსაც, ეს, მაგრამ რა თქმა უნდა, პასუხისგებლობა გაზიარდება ამ შემთხვევაში, მაგრამ მთავარი არის ნდობა. მთავარი არის ის, რომ შენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა ჩააბარო იმ ექიმს, რომელსაც შენ ენდობი. თუ რამე მოხდება, მე გართულება გეწოდინება, რომ ეს იმიტომ კი არ მოხდა, რომ ცუდი ექიმია, ან რამე ცუდად გააკეთა, ან რამე დაგაკლო, არამედ ისე იმიტომ რომ ეს ხდება ყველგან და ეს არის მოცემულობა რომელსაც ჩვენ ვერ შევცვლით როგორც სოფლიო მიზიდულობის კანონი რო აიღო გავუშვეთ დაეცემა აი ისია ზუსტად კი ნამდვილად გეთახმებით და ნდობა უმნიშვნელოვანესი ამით დავიწყეთ ჩვენ საუბარი და ვფიქრობ რომ რადგან საქართველოში ის მდგომარეობა როდესაც უფრო და უფრო მეტად ვენდობით ქართულ ექიმებს და უფრო ნაკლები ხდება გადინება საქართველოსთან პაციენტების იმისათვის რომ ნდობა არ აქვს ექიმების მე მიხარია რომ ქართველი ექიმების სახელი და ავტორიტეტი გაცილებით უფრო მაღალია ვიდრე იყო აქამდე მე ჯანმრთელობას ბუნებრივია ვუსურვებ ყველას ჩვენს მაყურებელს თუ ნებისმიერ ადამიანს რომელიც გვიყურებს თუ არ გვიყურებს ჩვენ დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს სტუმარს არჩილ ჩხოტუას რომელმაც უროლოგს რომელმაც გითხრა საოცარი ისტორიები თუ როგორი ოპერაციები კეთდება საქართველოში ღმერთმა არ დაგაჭიროთ მაგრამ თუ დავჭირდა ყავს ძალიან კარგი ექიმების ბრიგადა რომელიც იზრუნებს ჩვენს ჯანმრთელობაზე